მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. ჩვენ თუ გადავხედავთ განვლილი ისტორიის პერიოდებს განსაკუთრებულად აი ამ ბოლო საუკუნეებისა და ვინახავთ საოცარ ცვლილებას ადამიანის შინაგან მდგომარეობაში, საოცარ ცვლილებებს მის მსოფლმხედველობებში და იმას, რომ კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს და აი ამ ბოლო ასეულების ეს პროცესი მეტად დაჩქარდა, მეტად გაძლიერდა ეს ამასოფლის სულის ზეგავლენა ადამიანებზე და თითქოს და ადამიანი განიყო, მისი გონება ნელ-ნელა დაშორდა მისავე სულიერ სამყაროს, იმ ფიზიკურ ბუნებას, ახორცულ ბუნებებს დაემორჩილა ის და ადამიანმა დაკარგა ეს ღვთაებრივი ჭეშმარიტების ხედვის უნარი, წვდომის უნარი და აი ამ ანალოგის ძებნა, ჭეშმარიტების ანალოგის ძებნა, ესე იგი მან დაიწყო დედამიწაზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეძება და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაზე კარგი რაც არსებობს აი ამ დედამიწის ზურგზე არის ადამიანი, სწორედ ადამიანი გახდა და არა ღმერთი ყოველთა საგანთა საზომი და სამეცნიერო ენაზე ამას ჰუმანიზმი ეწოდება. ჩვენ ვისაუბრებთ ჰუმანიზმის ზეგავლენაზე დასავლურ რელიგიებთან მიმართებაში, კერძოდ კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმზე რამდენად დიდი ზეგავლენა იქონია ზოგადად დასავლურ კულტურაზე, მის ფასეულობებზე და შევადარებთ ჩვენ, რომ რა არის მართლმადიდებლური კულტურა, ფასეულობა და რა არის ჰუმანისტური კულტურა და რა საფუძვლებს ეფუძნება ის. ჰუმანიზმი მერვე საუკუნიდან შეიძლება ითქვას ოფიციალურად აღიარებული მსოფლმხედველობა გახდა და თავდაპირველად ის თითქოს და ქრისტიანობისადმი აი ამ ტრულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა, ცდილობდა რაღაცნაირად დაეწმუნებინა საზოგადოება, რომ არანაირი ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს იყო აშკარა სიცრუე, რადგან ეკლესიას და მისწავლებასთან ფარული დაპირისპირება ჰუმანიზმმა გამოამჟღავნა, ამხობდა რა ქრისტიანულ იდეალებს და ღმერთის ადგილს იკავებდა ადამიანის ცნობიერებასა და სულში. და აი ეს ბრძოლა ქრისტიანობასა და კერძოდ ვიტყოდით, რომ მართლმადიდებლობასა და ჰუმანიზმს შორის უთუოდ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან თავისი საბოლოო ეტაპზე ჰუმანიზმმა განაჩინა, ესე იგი, გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ევროპული ადამიანი განაშორა ღმერთს და მის ლაცვად ადამიანი გააღმერდა. და სულიერ ფასეულობებს მოკლებულმა ადამიანმა თავის გულსა და აი ამ სულში ჩვენ ხედავთ, რომ ნელ-ნელა მოკლა ეს ღვთაებრივი და ეს კარგად ჩანს ნიცშეს მსოფლმხედველობის თანახმად, სადაც ნიცშე პირდაპირ ამბობს, რომ მოვყალით ღმერთიო და მისი ადგილი დაეკავებინა სუპერ ადამიანს და ზე ადამიანს. და ადამიანმა, როგორც ხედავთ ჩვენ, ყოველივეს ბატონ-პატრონად თვითონ საკუთარი თავი გამოაცხადა და ბუნებრივია ყოველივე ამას მოყვა ის ლოგიკური დასკვნაც, რა კი ღმერთი არ არსებობს, თვითონ მე ყოფილი ვარ ღმერთი და ყველაფერი ნებადართულიაო. და აი ამ საკითხებს მე-20 საუკუნის დიდმა ღვთისმეტყველმა და წმინდა იუსტინე პოპოვიჩმა შესანიშნავი დახასიათება, შესანიშნავი დასკვნა გამოუტანა და ჩვენ სწორედ რომ იუსტინე პოპოვიჩის რამოდენიმე წერილზე დაყრდნობით ვისაუბრებთ დღეს, შევაფასებთ აი ამ ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას, როგორი ზეგავლენა იქონია მან დასავლურ ქრისტიანობაზე და კერძოდ ევროპულ დასავლეთში ქრისტიანობა დროთა განმავლობაში თანდათანობით გადაიქცა ჰუმანიზმად, იმიტომ რომ ღმერთკაცი მათი მსოფლმხედველობის თანახმად იქნა შეცვლილი, გადასხვაფერებული და
გადასავლურ ქრისტიანობის შეგნებაში, რაც იმით დასრულდა, რომ იგი ადამიანთან იქნა პირდაპირ გაგებით გაიგივებული, გათანაბრებული კიდეც, როდესაც უცოდველ და უცდომელ ადამიანთან რომში, ესე იგი, ანუ რომის პაპს გულისხმობ ჩვენ და შეიძლება ითქვას არანაკლებ უცდომელები ბჭყალებში ის პროტესტანტული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც მათ ასევე ადამიანი იქნა მათთვის პრიორიტეტი და არა ღმერთი. და ასე იწყებოდა კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროში ეს პროცესები, არაფერი მნიშვნელოვანი და ღირებული არ მოითხოვებოდა ქრისტიანებისაგან, ხშირად პირიქით და არ მოითხოვეს თავარი რამ, ჭეშმარიტება. თავარი ის არის, რომ ეკლესია დაფუძნებულია ღმერთკაც იესო ქრისტეს სწავლებაზე. როდესაც შემოაქვთ სწავლება, რომ პაპისტებს და გნებავთ პროტესტანტებსაც, რომ ღმერთკაც იესო ქრისტეს ადგილს ადამიანის, ესე იგი, ბუნება იკავებს, ადამიანი იყენებს, ეს არის უკვე კატასტროფა სულიერ ცხოვრებაში, სწორედ ეს არის ქრისტიანობის გახუმანურება, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხდეს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად. აქ ჩვენ ხედავთ, რომ პაპიზმი დაჟინებით ისწრაფვის იმისაკენ, რომ ადამიანით შეიცვალოს ღმერთკაცი იესო ქრისტე და აი დოგმატში პაპის ადამიანის ანუ უცდომელობის შესახებ ღმერთკაცი არის საბოლოოდ ჩანაცვლებული, აი ამ წარმავალი უცდომელი ბჭყალებში ადამიანი და აი ამ დოგმატით პაპი ცხადა და გადაჭრით არის გამოცხადებული არა მხოლოდ ადამიანებზე აღმატებულ არსებად მანდადანო, არამედ აღმატებულადაც თვით წმინდა მოციქულებზე, მამებზე, წმინდა მსოფლიო კრებებზეც კი ეს პირდაპირ წერია მათ დადგენილებებში და ეგრეთ წოდებულ მსოფლიო კრებებში ვატიკანის კრებებს გულისხმობდა პირველსა და მეორეს და ამგვარი განდგომით ღმერთკაცისაგან ეს მსოფლიო ეკლესიისაგან ვითარცა ღვთაებრივი ორგანიზმისაგან პაპიზმმა და პროტესტანტიზმაც, ესე იგი ლუთერანულებაზე თუ კალვინიზმს თუ სხვა ვიგულისხმოთ ჩვენ, ნამდვილად მართლაც პირველი რადიკალური პროტესტი გამოუცხადა ღმერთკაც იესო ქრისტეს და მისი ღმერთკაცობრივი ორგანიზმის, ანუ ეკლესიის წინააღმდეგ. სწორედ პაპიზმში უნდა ვეძიოთ პირველი ნიშნები და სინამდვილეში სწორედ პაპიზმია პირველი ძველთა ძველი სახეობა იმ პროტესტანტიზმისა, რომელიც წარმოიშვა ჰუმანიზმმა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ჩვენ შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ პაპიზმი, პროტესტანტიზმი არის ნამდვილად გაგრძელება პაპიზმისა, იმიტომ რომ თუ ბოლომდე დავუკვირდებით აი ამას, პაპიზმის ძირითადი პრინციპი თითეული ადამიანის ყოველი პროტესტანტის ცხოვრებაში იქნა ხორცშესხმული და რომში ჯდომია ეს უცდომელი კაცის მაგალითისაა, ყოველი პროტესტანტიც შეგვიძლია თქვათ, რომ ადამიანი უცდომელია ბჭყალებში, რადგან პრეტენზია აქვს თავისი პიროვნული უცდომელობაზე სარწმუნოებრივ საკითხებში. შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტიზმი არის იგივე პაპიზმი, ოღონდ განძარცული იმ მისტიკით, ავტორიტეტით და ძალაუფლებით, რომელიც გააჩნია პაპს, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივე ხასიათისა არიან. ვინაიდან იქაც პროტესტანტიზმშიც ყოველ ადამიანს თვითნებური, ესე იგი, განმარტების უფლება ეძლევა ქრისტიანობისა, რამაც წარმოშვა ეს სოკოებივით უამრავი პროტესტანტული განშტოება და შემდეგ ამ ნიადაგზე წარმოშობილი სექტანტური საზოგადოებები. ქრისტიანობის მისი ყველა საუკუნო, ესე იგი, ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტებით ურთ ადამიანამდე დაყვანით მოხდა ეს. და რის შედეგადაც ვხედავთ ჩვენ, რომ დასავლეთის ქრისტიანობა პირდაპირ გაგებით ჰუმანიზმად იქცა. ანუ შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია, რადგან ეს დასავლური ქრისტიანობა არსებითად ყველაზე გადაჭრილი, არსებითად ყველაზე მკაფიო ჰუმანიზმია,
რა კი ადამიანი მას უცდომელ არსებად გამოაცხადა და აი ეს გააკეთა მან, როდესაც ნაცვალი ქრისტესი, როგორც უწოდებენ რომის პაპს და აი ამ აბსურდული ლოგიკის თანახმად ყოველ სახიერ ღმერთს და უფალს ნაცვლად აყენებენ ქვეყანაზე რომის პაპს. მაგრამ ეს უგუნურება რეალურად განხორციელდა დასავლეთის ქრისტიანობაში. ეკლესია, როდესაც სახელმწიფოდ იქნა გადაქცეული, პაპი ხელმწიფედ შექმნილი და მეუფენი, ესე იგი კარდინალ-ეპისკოპოსები მთავრებად გამოაცხადეს და მღვდელმსახურნი კიდე რაღაც პარტიების ბელადების მსგავსნი გახდნენ და აი ეს არის სწორედ ის სეკულარული სული, რომელსაც ჩვენ ვერც გზით ვერ შევეგუებით, მაგრამ რატომღაც ჩვენი ოპონენტები პირიქით ჩვენ გვაბრალებენ აი ამ ყოველივეს, თითქოს და ჩვენ გავხდით ასეთი სულისკვეთების მატარებელნი, რაც თავად არიან ჭეშმარიტად. და სახარებაც აქ, ესე იგი თუ ვიტყვით აი ამ ვატიკანისეული კანონიკური სამართლის თანახმად, სახარების გზა, აი ამ სიყვარულის და სიმდაბლის მორჩილების გზა არის შეცვლილი ამ კაზუისტიკით და იეზუიტებს მოგეხსენებათ ჰქონდათ თავისი წმინდა ინკვიზიციები, ანუ სისტემატური უკუგდები და ყოველივე ამის განადგურებით, რაც პაპს არ ემორჩილება, ასევე ადგილი აქვს ადამიანთა ძალდატანებით გადაყვანას პაპის თურსაწმუნოებაზე და ცოდვილთა დაწვასაც კი ეს ვითომ და სადიდებლად და ღვთისა ხდებოდა ეს ყოველივე, ცნობილია ისტორიული ფაქტებიდან და უეჭველია, რომ ეს ყველა აი ამ ფაქტს თავისთავად მივყავართ ერთ მთავარ დასკვნამდე, რომ აი ამ დასავლურ რელიგიებში, კერძოდ გულისხმობ ჩვენ კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს და არამართლმადიდებლობას ცხადია, არ არსებობს ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, არ არსებობს ღმერთკაცი იესო ქრისტე და ამიტომაც არც ნამდვილი ღმერთკაცობრივი საზოგადოება არსებობს, რომელშიც ადამიანი მარადიული ქრისტეს მიერი ძმა უნდა იყოს მეორე ადამიანისათვის და აი ეს ჩვენი წმინდა მამის იუსტინე პოპოვიჩის დასკვნით ეს ჰუმანისტური ქრისტიანობა სინამდვილეში ყველაზე გადაჭრილი პროტესტია წინააღმდეგობა ღმერთკაც იესო ქრისტეს მიმართ და მისი ყველა სახარებისეული, ესე იგი მცნებების მიმართაც. და მართლმადიდებლური მორწმუნეები კი სწორედ ამით არიან მართლმადიდებლები, რომ ყოველთვის შენარჩუნებული აქვს თავში ის ღმერთკაცობრივი ერთობის, ანუ ორგანიზმის, ღვთაებრივი ორგანიზმის გრძნობა და განცდა, რომელსაც აი ამ ლოცვით, სიმდაბლით ასაზრდოებს ჭეშმარიტი ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს არ ქადაგებს საკუთარი თავით, საკუთარი აზრებით, იმიტომ რომ ის მთლიანად მისი ცნობიერება დაფუძნებულია მამებისეულ სწავლებაზე და არასოდეს არ გადაექცევენ ჰუმანიზმს თავის კერპად, როგორც ეს გააკეთეს დასავლურმა რელიგიებმა, რა ეთაყვანებიან რა ადამიანს და არა ღმერთს და ყოველთვის ყველგან ისინი მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს აღიარებენ და ქადაგებენ და არა ადამიანს. და უფალი იესო ქრისტე არის ნამდვილად ჭეშმარიტად გზა და ჭეშმარიტება და აი ამ ჭეშმარიტი ღმერთკაცობრივი გზიდან გადახვევით, რომელიც დავინახეთ ჩვენ დასავლურ ცნობიერებაში, გადაუხვიეს მათ ღმერთკაცობრივ სწავლებასაც, ანუ ჭეშმარიტ ეკლესიასაც, როგორც ხედავთ ამას ჩვენ თვალნათლივ. და ეს ერთი მხარე იმ ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა, რომელიც გავრცელდა დასავლეთში და ჩვენ შეგვიძლია სხვა კუთხითაც შევაფასოთ ეს მოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ზედაპირულად საუბრობთ ამ რელიგიების შესახებ, რომელზეც არაერთგზის გვისაუბრია აი ამ საკითხებთან მიმართებაშიც, რომ თუ რას წარმოადგენს რეალურად პაპიზმი და პროტესტანტიზმი და რას გვთავაზობს საერთოდ ევროპა ჩვენ თავისი დასავლური რელიგიების შემხედვარე, რომელიც მთლიანად გარყვნილი და აბსოლუტურად მოცლილია, გაცარიელებულია ჭეშმარიტებისაგან, ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ მივიღეთ, პირიქით მათ სურთ ჩვენთან
კავშირი იმ გაგებით, რომ ის მისტიკა, ის სულიერი ცხოვრება და განწყობა, რომელიც არსებობს მართლმადიდებლობაში, რაიმენაირად ეს მათიც გახდეს და ის სული, რომელიც მოკლეს მათ თავის დროზე არსებული დასავლურ ეკლესიაში, ამით რამენაირად ჩანაცვლება და ეს მისტიციზმი შეიტანონ თავის რელიგიაში, თავის სწავლებებში, ეს არ გამოუვათ მათ, ვინაიდან არაფერი საერთო არ შეიძლება გქონდეს ჩვენ ერეტიკოსებთან, ყოველ შემთხვევაში დოგმატურ საკითხებთან მიმართებაში, ლოცვით კავშირთან დაკავშირებით და საერთოდ ზოგადად ეკლესიების ურთიერთობასთან მიმართებაში. და ჩვენმა ყოფილმა ძმებმა, ჩვენ ასე უწოდებთ მათ, კათოლიკები იქნება თუ ლუთერანები და დღეს უკვე მწვალებლური განშტოებები ეკლესიისაგან საკუთარი თავი დააყენეს ძმამდე დანო ქრისტეზე მაღლა, უგულებელყვეს ეს მართლმადიდებელი ქრისტიანული სწავლება და თვით მართლმადიდებელი ქრისტიანებიც კი როგორც უმეცარნი, როგორც უკულტურონი, მაგრამ სწორედ მათზე ამბობს პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს, რომ იტყოდეს თავთა თვისთა ბრძნად და განცოფთესო. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? მიაჩნიათ საკუთარი თავი ბრძენებად და ამავე დროს უკვე განცოფნეს. ამე თუ უარყვეს მათ სულიერი ქრისტეს მიერი სიბრძნე, რომელიც მშვიდობასა და სიყვარულშია დამარხული და პირდაპირ გაგებით წარმართ ფილოსოფოსთა მსგავსად შეიმოსეს აი ამ სოფლიური ხორციელი სიბრძნით, რომელიც მთლიანად სიამაყეზე და აი ამ უკეთურ წარმართულ ნაყოფსია აღმოცენებული. და როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, დასცვალეს დიდება იგი უხსნელისა ღვთისა, მსგავსება და ხატისა მისა განწმენდისა კაცისა და პატივისცემდეს მსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა. ესე იგი, აქ ხედავთ ჩვენ, რომ თაყვანს სცემენო დაბადებულსა და არა დამბადებელს, ესე იგი, არა შემოქმედ ღმერთს, არამედ შექმნილ ადამიანს. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოსტაცეს დიდება ქრისტეს და შეიმოსეს, აი ამ დიდებით შემოსეს მოკვდავი ადამიანი, რომლებმაც ფაქტიურად ახალ მესიებად გამოაცხადეს თავი და ასე გაიგეს აი ამ ევროპელმა წარმართმა და უღვთო ფილოსოფოსთა მიერ განსწავლულებმა სახელი და დიდება ესე წარმოაჩინეს მათ თავისი მეცნიერული წინსვლა, პროგრესი და აი ეს კულტურის ცნება მათთან სწორედ იმას ნიშნავს, რომ ღვთის დაბადებულს, ანუ ხილულ სამყაროს უფრო მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე თვით ღმერთს და ყოველივე ამის შემოქმედს. აქ ეს ჩანს მათი მეცნიერებიდან, სადაც საუბარია გაუთავებლად მილიონობით და მილიარდობით წლების წინათ სამყაროს ქაოსურ შექმნაზე, როდესაც მოკვდავი ღმერთები და აი აღმართებული ბუნება ჯერჯერობით, რომელიც ბოლო ეტაპია ფაქტიურად შეიძლება ითქვას ამ დაცემის გზისა, რომლითაც დასავლეთი ფაქტობრივად თავის თავს აი ამ სოფხედველობის სამებრ ისამარებს და ეს არის სრული მიმსგავსება იმ ძველი რომაული და თანამედროვე ექნებოდ აზიური წარმართობისა, ოღონდ განახლებული ფორმით და ხედავთ, რომ ის ოდესმე ქრისტიანული დასავლეთი დღეს იქცა წარმართულ დასავლეთად და ისინი ყოველწლიურად ხედავთ ჩვენ, რომ ათასობით წიგნებს ბეჭდავენ დიდი ადამიანების სახოდბად და თავიანთი კულტურის ადიდებლად, ყოველდღიურად ათასობით გაზეთი ემსახურება აი ამ მათ სრულ დიდებასა და ქმნილი ესე იგი საქმეების ქებას და ყოველივე ამას სახელად ქვია მაღალფერდოვანი სიტყვა კულტურა. ასე ამბობს წმინდა იუსტინე პოპოვიჩი, ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა ვნებასა მას გონებისასა და ისინი კმაყოფილდებიან არაზეციურით, არამედ მიწიერით, რაც ეშმაკის სიცილსა და ქრისტეს ანგელოზთა ტირილს იწვევსო. და კონკრეტულად რა ხდება დღეს, რა ვნებები გააღმერთეს მათ? ხორციელი ზრუნვა, დაცება,
მცირეთა და უძლურთა ძარცვა, ამ ქვეყნიურ სიკეთეთა გამრავლება, საკუთარი ძალაუფლებისა და ბატონობის გაფართოება, რას ხედავთ კიდევ, სხვისი სამშობლოს მოღალატური დაპყრობა, მხიარულება და ცეკვა თამაში, ყოველგვარი სარწმუნოების გარეშე, როგორც სრულწმენის უგულობელყოფა, ღმერთის უარყოფა, მხოლოდ ბიოლოგიური პირუტყთა მსგავსი ყოფის გაფეტიშება და კიდევ რას ხედავთ ჩვენ მაიმუნის საკუთარ წინაპრად გადასახვა, ხო, რაც გააკეთა დარვინიზმმა და აი ამ ანთროპოლოგიის ზოოლოგიაში გათქვეფა. აი ამითი არის შეპყრობილი მათი გული და გონება. აქვე დავამატოთ ჩვენ ფროიდიზმი თავისი გარყვნილი მსოფლმხედველობით, აქვე დავამატოთ ნიცშე თავისი ასევე ადამიანის ზეადამიანის შექმნით, როცა ადამიანისთვის არ არსებობს არც საუკუნო ღმერთი და არც უკდავისული, მაშინ მისთვის არც საიმე აბსოლუტური არსებობს და ყოველდღე ღირებული და ამიტომაც მისთვის ყველაფერი არის შეფარდებითი, ხო? და ეს მოკვდავი, წარმავალი, განხსნილი და მართლაც აი ამ ევროპულ კულტურაში ჭეშმარიტი სულიერი უარყოფილი, უკუგდებული აბსოლუტურად ჭეშმარიტი ფასეულებები და გაბატონებულია ეს შეფარდებითი ფასეულობა და უეჭველია რომ აი ამ შეფარდებითობას არის კიდეც ის ჰუმანისტური ლოგიკა, ბუნება და სული, რომელიც თავის დროზე აინშტაინის ფარდობით თეორიის საფუძვლებზე იქნა წარმოჩენილი და აი მთლიანობაში ჩვენ ვხედავთ რომ ყველა ეს ფილოსოფიური, მეცნიერული, ტექნიკური, პროგრესიული თუ პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობა აი ამ ჰუმანისტარულმა იდეოლოგიამ მოიცვა და ჰუმანიზმი არსებითად სხვა არაფერია თუ არა ეს ნიჰილიზმი, ანუ უარყოფილი ყოველივე ღვთაებრივისა და მარადეულისა, რომელიც ესე მკაფიოდ წარმოჩინდა მათ მსოფლმხედვებში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ ფონზე დღეს ხშირად დიდი აჟიოტაჟი არის აი ამ კუთხით, რომ აი მართლმადიდებელი ეკლესია თითქოს და უარყოფს ევროპას, ან ძალიან კრიტიკულად იხსენებს მას და ამბობს, რომ არ გვჭირდება ჩვენ ევროპული ფასეულობები და ჩვენ ხაზგასმით უნდა ვთქვათ ძმანდადანო, რომ ჩვენ ბევრი რამ მოგწონს ევროპულ კულტურაში, ბევრი რამ ცივილიზებული არსებობს იქ და მისაბაძიც როგორც წესი უფრო მეტწილად ტექნიკური პროგრესის სახით, იმ ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, რომელსაც ნამდვილად ჭირდება მიბაცვა. ჩვენ ამას არ უარყოფთ, ჩვენ არ უარყოფთ იმ პროგრესს, რომელიც მათ შემოიტანეს კაცობრიობაში. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ხაზგასმით არ ვთქვათ იმ ნეგატიურ მხარეებზე, რომელიც გააჩნია ევროპულ შეხედულებებს, კერძოდ რელიგიურ მსოფლმხედველობებს გნებავთ, ისე სხვა მსოფლმხედველობებს, რომელიც ვახსენეთ ჩვენ. ეს ყველაფერი არის უარყოფა ჭეშმარიტებისა და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მისაღები. მართლმადიდებლობისთვის ყოვლად მიუღებელია და სწორედ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული კულტურა არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რამ და რა არის მიზანი აი ამ მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურისა და ის არის რომ რაც შეიძლება მეტი ღვთაებრივი რამ შესძინოს ადამიანს და ყოველივე საღვთო, ყოველივე სულიერი რაც არსებობს დედამიწაზე ეკლესიის სახით მის აი ამ გარემოცულ სამყაროში და სწორედ რომ ღმერთკაცი იესო ქრისტეზეა დაფუძნებული ეს ყოველივე, ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურა არის განუწყვეტელი მსახურება ღვთისა. არის დაუსრულებელი აღსრულება ღვთისმსახურებისა. ანუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იმყოფება იმ მადმოსილ წყაროში, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი ყველა ქრისტიანისათვის. და ადამიანი ამით ღმერთს ემსახურება და რითაც, რა თქმა უნდა, საკუთარ არსებაში შემოაქვს უდიდესი სიხარული, მადლი, მშვიდობა, სიმშვიდე
ეს მთლიანად მისი ცხოვრება ხდება მადლმოსილი, ღმერთშემოსილი. ადამიანს სისტემატურად ესე იგი შეაქვს ყოველივე ღვთაებრივი თავის ყველა ქმედებაში, შრომაში, შემოქმედებაში. ანუ ის პირდაპირ გაგებითაც და გაგებითაც განაღვიძებს ყოველივე ღვთაებრივს თავის ბუნებაში და ამითი რა თქმა უნდა ადამიანი ხდება უდიდესად ბედნიერი. და როდესაც მავანი გაგიჟებით გაიძახიან რომ ევროპული ფასეულობებიო ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ მართლმადიდებლური ფასეულობები. უпростоრად მათ ევალებათ კიდეც ამისი ცოდნა, როდესაც ისინი არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები და ყოველ შემთხვევაში მონათლულნი ქრისტიანულად და ეს აღთქმა ღვთის წინაშე მათ დადებული აქვს და ამიტომ პირველ ყოვლისა ევალებათ ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლური სოფხედველობის კარგი გააზრება და შემდეგ ანალიზის კეთება და შედარებითი ღვთისმეტყველების გამოყენება და აი ამ შედარებითობის შედეგად გააკეთონ ჯეროვანი ჭეშმარიტი დასკვნები. მაგრამ ვაი რომ ესე არ კეთდება, დღეს ხდება ბრმა მინდობა უცხო ფასეულობებისა, რომლებიც აბსოლუტურად ანგრევენ ჩვენ შინაგან სულიერ მდგომარეობას და ამავე დროს გვეძახიან თან ფანატიკოსებს, ჩამორჩენილებს, ბნელებს და ამ დროს ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ ჭეშმარიტი სწავლებისა, რომელიც არის უძვირფასესი საგანძური მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამას სჭირდება გაცნობა, ეს არ არის რთული დღეს ამის გაკეთება, უბრალოდ ადამიანმა უნდა ისურვოს ეს და არა რაღაც არანორმალური ჭკუა შეშლილი ტოლვა იქითკენ, სადაც შენი ადგილი არ არის. და ღმერთკაცობრივი კულტურა შიგნიდან ნამდვილად გარდაქმნის ადამიანის ბუნებას და ამის მეშვეობით კი მის გარეგნულ მდგომარეობაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. და პირიქით, როდესაც არა ჭეშმარიტი რელიგიური ხედვა ის გარეგნულადაც ცulis ადამიანს, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ დღეს. ანუ ჯერ ხდება სულის გარდაქმნა, თუ ჭეშმარიტებაში არის ადამიანი ჭეშმარიტი სულიერი დამკვიდრება, სულით კი მის სხეულსაც უცვლის ფერსო. ანუ ხდება ადამიანის სულიერი ფერის ცვალება ეკლესიაში. და აი ამ კულტურისათვის ჭეშმარიტი კულტურა, რასაც ქვია, არის სხეული უკვე არის ტაძარი ღვთისა, რომელიც სულით ცხოვრობს ადამიანი მასში, მოქმედებს, მოძრაობს, საერთოდ არსებობს და თუ წაართმევს ადამიანს, ესე იგი სხეულს სული, მაშინ სხვა დარჩება გახსნილი გვამი შეიძლება ითქვას და რასაც ხედავთ ჩვენ დღეს. და ღმერთკაცი უფალი ჩვენი იესო ქრისტე უპირველესად ადამიანის სულს ეძებს, მისი გარდაქმნას სულს, მისი ფერის ცვალებას სულს და შემდეგ უკვე თქმა უნდა მატერიასაც გარდაქმნისო. ანუ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი განღრთობილი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ღმერთკაცობრივი მართლმადიდებელი კულტურის წიაღში ვიმყოფებით. როგორც ღირსი სერაფიმე საროველი ამბობს, იყავი მათშიო და ირგვლივ ათასობით გადარჩებიანო. ანუ ეს მადლი, რომელიც გააჩნია დედა ეკლესიას, ის მოეფინება არემარეს და ყველას. ჩვენი უპირატე პირველი მცნება მართლმადიდებელი ქრისტიანებისა გახლავთ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. და რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას რომ ძმაუნდადანო რაც ჭირდება ადამიანს ცხონებისათვის, გნებავთ უბრალოდ ცხოვრებისათვის, თუ ვართ პირველად დამფასებლები ჩვენ ჭეშმარიტებისა, მაშინ ღმერთი გადმოგხედავს ჩვენ და მოგცემს იმას, რაც ყოველივე შეგეძინოთ, ესე ბრძანებს. ამ ყოველივეში იგულისხმება ნამდვილად ყოველივე, რაც ადამიანს ჭირდება ცხოვრებისა და ცხონებისათვის. და მთელი სამყარო, ყველა ვარსკვლავი თუ პლანეტა, წმინდა იუსტინე პაპოვიჩი ესე ამბობს, რომ არ წარმოადგენს იმგვარ დიდ ფასეულობას, როგორცაც ეს ადამიანის სულია და თუ კი ადამიანი აი ამ ცოდვებსა და ბიწიერებაში ხარჯავს აი ამ თავის სულს, იგი ვერაფრით ვეღარ შეძლებს მის გამოსყიდვას. და ამას ვხედავთ ჩვენ ცალსახად
აქ მას მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება თავის გადაშენად ღმერთკაცი იესო ქრისტე. ის არის ერთადერთი, ვინც უკვდავებას ანიჭებს ადამიანის სულს, ვინც პირდება მარადიულობას, ხოლო ნივთიერი შეძენით, მათი სიყვარულით და საერთოდ აი ამ მატერიის გაღმერთებით, რომელსაც ხედავ ჩვენ მატერიალიზმის სახით ევროპაში, ამით ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გახსნას ადამიანის სულისა და პირიქით დეგრადირებას და საბოლოო ჯამში სიკვდილს. და მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია ჩვენი ცხოვრება, ნივთებს ვერ ხელეწიფება ეს და პირიქით იგი უფლებს მათზე. და ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ხდება მთლიანად გაამქვეყნიორებული. ანუ მასზე ზეგავლენას არა ღმერთი ახდენს, არამედ ის ნივთები, რომელსაც ის მატერია, რომელსაც ის ემონება. ყველა სხვადასხვა სახით ხდება ეს. და ყველა ნივთსა და საგანს სწორედ ის განუსაზღვრავს ნამდვილ ღირებულებას, რადგან ის ამით აფასებს სამყაროს. ანუ ჩვენ ხედავთ ამას რეალურად, რომ დღეს ადამიანები ხშირად ერთმანეთს აფასებენ იმით, რომ რა აცვია, რა ფეხსაცმელი აცვია, თუ რა მოდას მიყვება თუ არა, როგორი ტელეფონი უჭირავს მას ხელში და ვისთან აქვს ურთიერთობა, არის კი ის წარმოჩენილი და პროგრესისკენ მიმდევარი ადამიანი. აი ასეთია დღევანდელი პროგრესის სამწუხარო რეგრესი და ამას კიდე ადამიანი ვერ ხედავს. და იმ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიას, რატომღაც არის უარყოფილი. და ვინ არის ეს სინამდვილეში ეს გაღმერთებული, ეს გაამპარტავნებული, გამატერიალებული და მთლიანად გაამქვეყნიერებული ადამიანი? იგი არის სინამდვილეში თავისი ბუნებების უბადრუკი მონა, ვინაიდან ჭეშმარიტი ღმერთი მან დაკარგა, მან ისურვა სხვადასხვა ცრუღმერთების, ცრუ სწავლებების მეშვეობით მოუკლეს თავისი უღმერთო შიმშილი და ამის გამო ადამიანმა ფაქტობრივად ყველაფრისაგან, აი ამ მეცნიერებისაგან, ფილოსოფიისა და ცრუ რელიგიებისა და ცრუ იდეოლოგიისაგან შექმნა კერპები. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი სათქმელი. გავიაზროთ, გავიფიქროთ, კარგად ვიფიქროთ, რა გვსურს ჩვენ, რა არის ჩვენი მიზანი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა და საით მიექანება ეს სამყარო და ეს მოჩვენებითი პროგრესი, რომელიც არა და არა არ დადგა ჩვენი ქვეყნისათვის და ამას ვხედავ ჩვენ რეალურად, იმიტომ რომ არ არის ეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. ღმერთმა დაუგლოცოს და